მოგესალმებით ჩემო გამომწერებო. თუ სკოლაში დავალებების წერა, რეფერატების კეთება ან რთული ამოცანების ამოხსნა გეზარებათ, ეს ვიდეო ზუსტად თქვენთვისაა. დღეს განახებთ ტოპ 5 საიტს, რომელიც ყველა მოსწავლეს ცხოვრებას გაუმარტივებს. აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და დავიწყოთ. პირველი საიტი არის Wolfram Alpha. აი ნახეთ როგორ მუშაობს, საძიებო ზოლში ვწერთ ნებისმიერ განტოლებას, მაგალითად 3x+12 და ვაჭერთ Enter-ს. საიტი მომენტალურად გვიწერს, რომ x=5. მაგრამ რაც ყველაზე მაგარია, თუ დავაჭერთ აი ამ ღილაკს Step by Step Solution, საიტი დეტალურად გვიჩვენებს ამოხსნის მთელ გზას, ჯერ როგორ გადმოიტანა 12, როგორ გამოაკლო და როგორ მიიღო პასუხი. ეს უბრალოდ გადასაწერად კი არა, მასალის ასახსნელადაც საუკეთესოა. მეორე საიტი არის TinyWao. ეს არის ნამდვილი ყველაფერი ერთში პლატფორმა, რომელიც აბსოლუტურად ყველა მოსწავლეს სჭირდება. აქ შესვლისას დაგხვდებათ ასობით სხვადასხვა ხელსაწყო. მაგალითად, შეგიძლიათ ნებისმიერი ფაილი გადაიყვანოთ Word-ში, მოაცილოთ ფოტოებს, ფონი, შეცვალოთ ვიდეოების ფორმატები და არედაქტიროთ დოკუმენტები და 1000 სხვა წვრილმანი საქმე გააკეთოთ. რაც მთავარია, საიტი სრულიად უფასოა. მესამე საიტი არის Canva. თუ სკოლაში პრეზენტაციის წარდგენა გიწევთ და გინდათ, რომ ყველაზე მაგარი ნამუშევარი გქონდეთ, შედით აქ და ძებნაში ჩაწერეთ, მაგალითად History Presentation. საიტი ამოგიგდებთ უამრავ გამზადებულ დიზაინს. ავირჩიოთ აი ეს, შევცვალოთ ძველი ტექსტი, დავაწეროთ ჩვენი თემა, დავსო ულამაზესი პრეზენტაცია 5 წუთში მზად არის, თან სრულიად უფასოდ. მეოთხე საიტი არის DeepL. როცა ინგლისურიდან ტექსტის თარგმნა გჭირდებათ, Google Translate ხშირად სისულელეებს თარგმნის და აზრს უკარგავს წინადადებას. აი ჩავსვათ ეს რთული ინგლისური წინადადება DeepL-ში და ნახეთ, რამდენად გამართული და ლიტერატურული ქართულით გადათარგმნა ხელოვნურმა ინტელექტმა. უცხო ენების გაკვეთილებისთვის ეს საიტი მართლა შეუცვლელია. და მეხუთე საიტი არის Scribensy. აქ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი დაწერილი ინგლისური ტექსტები შეცდომებზე. მოდით სატესტოდ ჩავწეროთ წინადადება შეცდომებით He go to school yesterday. ვაჭერთ შემოწმებას და საიტი ეგრევე წითლად გვიმუქებს შეცდომებს. მაუსი მიგვაქვს ზედ და საიტი გვეუბნება, რომ გოს ნაცვლად უნდა ეწეროს went, ხოლო school იწერება აი ასე. დავალების ჩაბარებამდე ნაწერის გადასამოწმებლად საუკეთესო ვარიანტია. სულ ეს იყო მეგობრებო. იმედია ეს 5 საიტი მართლა გამოგადგებათ და სწავლას ბევრად უფრო გაგიმარტივებთ. აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში, რომელი საიტი მოგეწონათ ყველაზე მეტად და რომელს გამოიყენებთ ხშირად. თუ ვიდეო სასარგებლო იყო, არ დაგავიწყდეთ ლაიქის დასმა და არხის გამოწერა, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი საინტერესო ტუტორიალები. აბა, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.